მოგესალმებით. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ თელავში დიადი მისიით. გავარკვიოთ უძველესი კონფლიქტის შესახებ, ქიშპობის შესახებ, რომელიც არსებობს თელაველებს და გურჯაანელებს შორის. და ვაპირებთ მრავალი მეთოდით უნდა ვიმუშაოთ. არის გუჩის გამოკითხვა, არის კოლორიტების გამოკითხვა, არის გურჯაანელების უკეთგაცნობა და თელაველების მეთოდი. სალამი, ჩაგვეწერები? ეხა დავიაროთ და ჩავატაროთ გუჩის გამოკითხვა, იქ ვხედავ 4 ბიჭს მოდიან. ვკითხოთ მათ ყველაფერი. წამომარიშკა, საომარი გვაქვს დღეს. ნახეთ რა ოსტატურად და მოქნილად ჩავალახვა. ჩამოვედით თელავში კონკრეტული მიზეზით და მიზნით. გავარკვიოთ გურჯაანი თუ თელავი და გავარკვიოთ კონფლიქტი საიდან წამოვიდა, მეგობრული ქიშპობა, როგორც ჩვენ ვიცით. ასე უფრო ფეხბურთიდან. ფეხბურთიდან? რატო ფეხბურთიდან? გურჯაანის ალაზანი იყო და თელავის კახეთი იყო და ერთმანეთს ვეკიშმებოდი როგორც სასომხეთი და საქართველო რა. მაგიდან წამოვიდა? ფეხბურთს გადავაყოლეთ, კაცო, მეზობლობა? არა, მეზობლობა ერთად ვქეიფობ და ერთად ვავარდ, მაგრამ რა შუაშია. მაგრამ ქიშპობა არის. პირის ადღეგზელო ვიცით ხოლმე ჩემი მოგონილია. აბა? თელაվել გურჯაანელებს გაუმარჯოს და გურჯაანი თელაველებს პივით ავსვათ ხოლმე მაგეთ ადღეგზელოს. ნინო, აუ, შენ რას ფიქრობ? თელავი თუ გურჯაანი? ოპა. რადგანაც მე კახელი არავინ არ მყავს, თამამად შემიძლია თქვა კახეთი. და არც ერთი მხარე არ დავიჭირო. და მაყურებელს იმერული შეუშვი? აფერისტობა. მე კი მაყურებელს მოუწოდებ. აი თქვენ კი მოიწერეთ და გითხარით. თელავი თუ გურჯაანი? გვაინტერესებს გურჯაანს და თელავს შორის ქიშპაობა რის მერე წამოვიდა. აბა, ქიშპაობა, ხო იცი, სანამ სახში წახდება ხოლმე. ხო. ისე ვიზახდა. ისე ერთმანეთში არ დავარდა. ულვაშებში გიცანი, ნიკო? ბინძური მანქანის გიცნეს. თავიდან. ესე იგი დიმიტრი ბაჩიაშვილი. ამდენი წელია? რა დიმიტრი ხარ? 18 წლის ვარ და 18 წელია ვარ დიმიტრი, სახელი არ გადამიგეთებია. და რა ვიცი, თელაველი ვარ, გავიზარდი აქ და აკვირებ დარჩენას ალბათ სამუდამოდ. ალბათ მოხსენი და მიყვარს ძალიან ყველაზე კაია. მეტად თელავი. შენ ქვეყანა, შენ თუ არ მიხედო და შენ ქალაქ, შენ თუ არ დაიცავ, ვინ მოვა მის დასაცველად. დიმიტრი აქ როგორ მოხდა მოყევი ნუნუც შენ რა. მოკლედ. მივდიოდი. მოკლედ დამეცოთ. ეხა ნახეთ. თქვენ კი ხალისობთ ამ ამბებზე, მაგრამ ეხა მოგიყვებით ჩვენ მხარეს. კვირაში გვაქვს 2 დღე გადაღების, რო ჩამოვდივართ, ან ამინდი გვიშლის ხელს, ან ვიღაცას წნევა აქვს, ან ქვეყანა არ ვიცი, ის სულ რაღაცა პრობლემაა და დღესაც ესეთი პრობლემაა, რომ მაგარი ცუდი ამინდი დაგვხდა, წვიმს. ხო და ამ დროს ჩამოიარე შენ და მოგვაძახე და ძალიან გამეხარდა ამ თამყინვის ფონზე. გამითქვა გული და რო ჩავჯექი, მე ცოტა გვიანი ისენი მაქვს რეაქციები, ვეუნები ნიკავს, ახლა უნდა გაგვეჩერებინა მეთქი რა, იგება დაგვეხმაროს მეთქი რა ვლოგის გადაღებაში და უცბად გაჩნდი შენ აქ. გაიხსნაცა? ჩამოვარდა დიმიტრი, დაგვემხო თავზე. პროფესიით რა გინდა რო იყო? რო გაიზდები? მეღვინეობაზე ვაბარებ და ალბათ მეღვინეობას მივაწევი ბოლომდე. პაპა მასწავლა რა ეს ყველაფერი და იმიტომ შემიყვარდა ეს და იმიტომ გადაუწყდი ამაზე ჩავარება. პაპა თელაველი აქ ცხოვრობს. მინდა პაპა. რატომ ეს არა? მეღვინეა? როგორ? მეღვინეა. ანუ მეღვინე არ არის, მაგრამ თავისი ესე ვთქვათ წინაპრებიდან მოყოლებული ყოველ ოჯახში ეს კულტურა იყო, რომ უნდა დაწურულიყო, ვენახები გვაქვს εν რაოდენობით. და გვიყვარს რა ეს ასე ვთქვა და პაპასგან ვისწავლეს ყველაფერი. პაპა გვინდა გავიცნოთ. პაპას გაგვაცნობ? აუცილებლად კი. ეხა ეს ხალხი ხოჭი არ დაიჯერებს. რო შემთხვევით შევხვდით ქუჩაში, მაგას ვერ დაიჯერებს. არა უშუალო. ხანდახან თქვენ ბლოგებში ესეთ რამები რო გვაქვს, არც მე მჯერა, მაგრამ მართლა? აი ეს სულ ის მერტის იმედა დავდივართ ამ ბლოგებზე.
ერთ ბიჭოს გადავიწერთ და გზად რამე შეგხვდება. აი როგორც ეხლა. მე ხო გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის ვამბობ რომ რამე იქნება და იქნება რამე კარგი. აი კარგი დიმიტრი, მოგხვდა თავში. ბიჭებო, სალამი, თელავი თუ გურჯაანი? რატო? რაუ ჩვენ თელავში ცხოვრობთ. თელაველები. ეგ არგუმენტი არა. კარგი ის გურჯაანში პირადად არ ვიყო. თელაველებს თუ კაი ღუნი გვაქვს ვიდრე გურჯაანელებს. საჭმელი? საჭმელი რა თქმა უნდა თელაველი. ანეკდოტი. აი ეს კაცი იტყვის, ეს კაცი იტყვის. YouTube-ია ყველაფერი შეიძლება. ანეკდოტი. სალამი შენც. შეგვაგინა თუ მოგვესალმა? მოგვესალმა. არა, თელავში არ იგინებიან, ეხლა. რა ორიგინებია? კახეთში. დამცინის ხალხი იმიტაციას აკეთებსო თელავის ქუჩებს უნდა რომ მოუყვებოდესო. ბატონო, უნდა გავაცნო ჩემ YouTube მაყურებელს თქვენ თავი. აჰა. მე მგონი ძალიან შეუყვარდებით. აბა გავაცნო. ოღონდ და გავტრიალდეთ, აქეთ წავიდეთ. აქეთ წამოვიდეთ? ვანო იანტბელიძე. ეს გვარი საიდან მოდის ძლივს დავიმახსოვრე. ეს გვარი მოდის ქართლიდან. ქართლიდან ხარ. კი, მამა ჩემი ადრე წამოვიდა სამეგრელოში იყო და ახალგაზრდა ბიჭი იყო, გაიცნო დედა ჩემი, შეუყვარდა, ბაბა ჩემი კავერთავმჯდომარე იყო, იქ არა, როგორც ხდება ხოლმე რა. 6 თვე იცხოვრა ზესიძეთ, ვერ იტანდა ზესიძეობა და მე 6 თვეში ფოთში მუშაობდა და იყიდა საეზოვე ისა და მოკლედ 6 თვეში გადმოვიდა და საკუთარი დედა ჩემი იტყვოდა ხოლმე ერთი თვალი ოთახი რო შევკარითო და ტაშტი რო დავკიდე და დავწექითო, დავიბანეთო, დავწექითო, ჩემზე ბედნიერი კაცი არის. საკუთარი კუთხე ყოველთვის. საკუთარი სახლი. იმის მერე 9 სახლი ააშენეს, სასახლეები მოკლედ ბევრი. ხო და მე წამოვედი. თქვენ ბინა დაიდეთ აქ. დავიდეთ თელავში თუმანიშვილის კურსის მერე. მე იცით რა, აი ყველა პრემიერა და ჯილდო მიღებული მაქვს თუ რამე არსებობს თეატრალურ სამყაროში. ქურუმინდა დაწყებული სახელმწიფო პრემიები, ჯილდოები, აი ყველაფერი. ჩემთვის თელავი გახდა როგორც გითხრა რა, ყველაფერი. ყველაფერი რა, აი სიხარულიც, სიყვარულიც. სახლა დაქაურობა აირჩიეთ. რა თქმა უნდა, ხოდა მაგარი თემა არის და ხან ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ რა ურთიერთობა არის და რა დამოკიდებულებაა თელავსა და გურჯაანს შორის ყველაზე სამართლიანი იქნება კაცი რომელიც აქიდან არ არის მაგრამ აქაურობა იცის უკვე 50 წელია როგორც სახლი იმას დავაკითხოთ ჭკუა რა ჩვენ დაგირეკეთ და გთხოვეთ რომ თქვენთან ჩამოსვლა გვინდაო და გურჯაანის და თელავის ამბების მოკითხვა იცით რა გააკეთა გურჯაანელიც დაგვიპატიჟა და თელაველიც დაგვიპატიჟა ზუსტად მაგიტომ ასე მოხერხებულად ამიტომ ზუსტად მაგიტომ ახლა ჩვენ ერთად გავარკვევთ რა ხდება გურჯაანსა და თელავს შორის უკვე სიტუაცია მომწიფდა თელავი და გურჯაანი ერთ ეზოში არიან. ვაიმე, კაცო, ფიქროს დაბა, ვაიმე. 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 ბატონო. თქვენი მეუღლის დაბადების დღეა დღე? იყო 9-ში და ეხლა. გამარჯობა. ჩვენ ჩამოვედით თბილისიდან, გვაქვს YouTube. და ვარკვევთ გურჯაანის და თელავის დაპირისპირების და როგორც ელენეს არარატი და თბილისის დინამო? დაახლოებით. იყო ესეთი პერიოდი. არა, ნუ სერიოზული მოარული ხმები არის, რომ ძალიან სერიოზული კონკურენცია არის. არა, კაცო, ნუ ჩვენ მაგრამ მივართ ორივე კახელები ვართ და ორივეს გვიყვარს ერთმანეთი. კი, მაგრამ ეხა გულწრფელად რო ვილაპარაკოთ რა, აი გურჯაანი თუ თელავი? ეხლა მე მაგალითად 62 წელია უკვე თელავში ვარ და მოდი შვა
თქვენ უკვე გათელავებული 80 წლისა ვარ და 62. რამდენი? 80 წლის. უი, კარგად გამოვიყურებით. 85 65 მართლა გეუბნებით 65 მოგცემდოთ კაცი 80-ის. იცი არა ვშავ რა მაგ. რა არის? არა, რომელი თელავში. სვაბოლონდე გურჯანელი არ ყოფილა ხა 62 წელია თელავში ცხოვრობდა. აქაურის ნეწესეური აქვს. მე გურჯანი მიყვარს გულის გულში. თელავი მიყვარს კიდევ გულში. აჰა, ეხლა ვერავინს ვერ ვთქვენეთ, ცუდი ვერაფერი. ბავშვი გავატარე ბავშვი, არა. ცუც ვერ ვიტყვის და მე. როგორ შეიძლება გურჯანზე ცუდი ვთქვა? რასამო? ისეთი ხალხი ცხოვრობს. თელავზე უკეთესი. არა, მე მაგას არას ორივე ერთნაირები არიან. მე მეგონა რომ დაიწყებოდა კონფლიქტი და კონფლიქტი არ იწყება და მე ვიწყებ ნერვიულობას. მარჩკა ვიღაცას უნდა ვათქმევინოთ რამე ცუდი. ჩხუბი არ წამ. ჩვენ გავიგეთ კონფლიქტის ხმა და ეგრევე გავჩდით აქ. ჩვენ მაგითვის საზრდოობთ. ხო, ჩვენ YouTube გამომწერას მაგრა უყვართ ჩხუბი. 1-2. ჩხუბი რა? ხმა მაღალ რეგალიებში საუბარი რა, ინტონაციები რო ადის. ხო და რა მაგას არ გეუბნები რა. ესეა რა კაცო. გურჯანებზე ანეკდოტი. აბა გურჯანი მამას უთხრა შილმა. მამე მაინც ვაკაცები ჩავოვდია და პურვალი გამიკეთე. ხო. გასავ შულ ეხლავე კაცმა ბიჭო პურვალი მაგიდა ესია კონკრეტი უნდა გეშიდა. ერთი დღე კეიფობენ, მეორე დღე კეიფობენ, სამი დღე კეიფობენ და ერთი ბათუმელია და თქვენ არის ის ბათუმშიო ზერო ჩადის რა ლამაზიაო. ეხელორჯერ სამი ერთი პაპა იყო ეგლერი ვაიცა შუა საერთო ახლა შენაო ბათუმიდან ერთი აქედან არ მოვიდა ეს საკითხავს და არა მოჭრათ არა აი გურჯანელ პაპაზია ეს დაწერილი სიკვდილმა უთხრა 100 წლის შეზარხოშებულ კაცსაო კაცო ეყოფა სიცოცხლე ჯერი დაუთმეს სხვასაო შუბლი შეიკრა მოხუცმა არც 호უთრა და არც არა ღვინით შეასოჭიქა და სულ მოუთქვედა დაცალა გადაეწვინა ულვაში დაყვეჟერებული თითებით გვერდით მოისვა სიკვდილი გამოწერილი ქვითრებით უთხრა ბიჭო მოდი ჯერ დავიოთ ვადიდო თუფლის ზალაო და მერე გეტყვი იმ ქვეყნად გამოყები თუ არაო აიღე კაცი შეუსო სიკრის კაფკაფა ღვინითა ძალითა სვადააყალაპა მიქელ გაბრიელს ღრინივითა ვასეთი არც რამე ესვა არც რამე ქონდა ნახული ყლურწა მიქელამ წარაფი კარდანახული აი კარდანახული კარდანახული ყველა ვინო კარდანახულია ცნობილია კაცო ხო იესობნელოშის ხო აქ ისა გურჯანი მოხუცო უთხრა სიკვდილმა ყველა მწყევლის და მაძაგებს ჩემ დანახვაზე ამ ქვეყნად ყველა ცოცხალი ძაგძაგებს შეკი ესეთი გულადი რა დედას გაუჩენი ხარ კაცო შიში კი არა პირიქით ჩემთან ერთად ამღერი ხარ ნახუცვა ჩაიღებილა ეს სიამოვნა შეკება ჯურაშისე მესაუბრები თუ კი ეს ღვინო ვექნება ბალღივით ვეთამაშები ყურძნით დატენილ ვენახებს სანამ დოკაში ღვინო მაქვს ხესაც ვერ მახლებს იცინეს იმ ხიარულეს სიკვდილი დაიხვალიეს ვანო მაცხოვრის სადიდებელი სავსე ყაწები დალიეს ღმერთები საიქიოში ისხდნენ და ამათ ელოდნენ ესენი ბაქრად გამტყორალნი მრავალჟამიერ სიკვდილი მრავალჟამიერი მომღერეს სხვა რა გურჯანებმა კაცმა ამღერა მრავალჟამიერი საქართველოში საუკეთესო ვენახები სად არის გურჯანში რას ლაპარაკობ თელავში რო ვენახებია თელავში რო ვენახებია კომუნისტების დროს გეგმის შესრულება როცა იყო ხოლმე გურჯანი ასრულებდა გეგმას ქალბატონი ფიქრია ბატონო მეუღლე ბატონი ვანუსი და რა ქვია ფანტასტიკურად დაგხვდა მაგრამ აი შეიძლება მომკითხა რა საკვირველია აი ბიძია ამას მარტო კახეთში ნახავ და ხედეთ
ჩაქაფული რომ გამოვიდეს კარგი, უნდა ყველა ინგრედიენტი იყოს საუკეთესო ხარისხის. უპირველეს ყოვლისა ხორცი, ნუ ახლა ხორცი შეიძლება იყოს ცხრის, ბატკნის, შეიძლება იყოს ბოჩოლის. უნდა იყოს. ძულოვანი, კერდის, ბატკნის ნეკნები. ეს კლასიკურ ვარიანტში. მე ახლა არ ვაკეთებ ბატკანს, მე ვაკეთებ ბოჩოლას. შემოგთავაზებთ ბოჩოლის ანალოგიურ სივრცეში ნეკნები არის წამყვანი თემა. წამყვანი თემა და ყველაზე მთავარი რომ გამოვიდეს. უნდა გააკეთო სიყვარულით. ეს იცი რომელი თემა? არავინ რო არ გეტყვის მისი საიდუმლო რა არის სინამდვილე. სიყვარულით, ხალისით და ვისთვისაც აკეთებ, იმ ხალხისთვის უნდა იყო განწყობილი. ლექსები გიყვართ? აბა შეიძლება ესეთ ლამაზ გოგოს ლექსი არ უყვარდეს. და კაციშვილს არ მოუწვნია ჩემთვის ლექსი. არავის არ დაუწერია, მართლა. სულ მქონდა იმედი, მაგრამ გუთისყველი. მოვძანდით. მოკლედ ჩვენ ცდელობას გავეშვით, რომ აქ რაღაცნაირი კონფლიქტი გაგვეღვიებინა, იმიტომ რომ აშკარად გურჯაანი და თელავი არაპირებს არა კაცო, მე ახლა ამასაც ჩუბს არ ვაპირებ. მე მობერევა დიდია და ამხელა კაცო. ისე კი დიდია, ხო, მოგებია. აბა ახლა. კი, მაგრამ რა გამოდის, რომ მე მომატყუეს ეს ამბავი, ეს ძველი ანეკდოტები რო არის, რომ თელავი და გურჯაანი. ეს არის ყველაფერი. სტერეოტიპი? ეს არის ყველაფერი. იუმორში, აი როგორც ვანი და ხონი, როგორც პარიზი და მარსელი, როგორც ისა და ის, აი ესეთია. აი რაღაცით ხო უნდა გაიხალისო ცხოვრება. გურჯაანი რო ორმოში ჩავარდა, იცი? არა, რატო ჩავარდა? ორმოში ჩავარდა და ვერ ამოდის. ხო და მოიცა ეხლა კიბეს მოვიტანო, თოქს მოვიტანო და ამოგიყვანო. მაგრამ იხტუნავე იცოდე. დახტეს ახლა ეს. და მოვიდა და ამოიყვანა რა და რატო ვითხარი იხტუნავეო რა. რა ვიცი კაცო ფესობია ედგა. აბა ისეთი ვინო უნდა დაგალევინო? დიდება უფალს. მადლობა ჩვენ, მადლობა ღმერთს, ყოვლისთვის, ხინისთვის. ამინ. ყველაფრისთვის რაც გვაქვს სიცოცხლისთვის და აი, ნახე როგორი ხმა. ჩვენთან მოდით რა. თქვენი მეუღლე ამბობს, რომ ესე იგივე ინსტან ამწარა ენა ქონდაო, რომ ხო. გაცნობა რა შეეხება, ხო, აი როგორ გავიცანით ერთმანეთი. ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ, სახელები მომწონს. რეჟისორმა და მაშინ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ კურატორად გამომაგზავნა თელავის თეატრის იყო ეს ინსტიტუტი, თეატრ. თქვენ თეატრალური გაქვთ დამთავრებული? მე თეატრალური იმ პერიოდში, ერთ პერიოდში. არა, ვანო 13 წლით უფროსია. ასე რომ კუკამთლად ბავშვია. არ მეტყობა. არ ეტყობა. მალავს ასაკი. ხო და მოკლედ ბატონმა გიგამ გამომაგზავნა, ნუ მე ვანოს მსახიობ როგორც მსახიობს ვიცნობდი, რეცენზიებიც ჰქონდა დაწერილი. ჩვენი გაცნობა იმ პერიოდში მოხდა, ხო? ჩვენ ჩამოდიხართ აქ? მე ჩამოვდიოდი, თუმცა წარმოშობით აქედან ვიყავ თორემ. და ესე გავიცანით ერთმანეთი. მერე გავიდა ხანი. მერე ვანოს მეუღლე გარდაეცვალა. თამთა დარჩა პატარა 9 წლის. ხო და მერე ესე მოხდა რომ აი ესე ჩვენ უცებ აღმოვაჩინეთ რომ რატო უნდა ვიყოთ ცალ-ცალკე, როცა შეგვიძლია ვიყოთ ერთად. და თამთას შეიძლება ყავდეს დედიკო, ზიზია. ხო და ესე მოხდა, მერე გაჩნდა ერეკლე. და ესე გაგრძელდა ცხოვრება. ვანო 45 წელი ამ ქალაქში ცხოვრობს, მე 30. აბა 50. 50 კაცო, 50. მომატყუეთ. 65
75 ჩამოვედი გოგო რაც მართალია მართალია მე 50 წლის ვარო მე შემეშალა ჩემთვის ისე ჭაბუკია და იგი 50 წელი ამ ქალაქში ვარ მე ამ ქალაქშია ხო და მე შესაბამისად მეაუღლე ვანოს მეუღლე გავხდი 95 წელს და წელს საიუბილეო წელი გვისრულდება 30 წელი რაც მე თელავში მუდმივად ვცხოვრობ უწყვეტად არ წავსულ არაკედან საიუბილეოა ხო და აბა თქვენ გაგიმარჯოთ დავლიოთ მე კი ვარ სტუმარი მაგრამ თქვენ გაგიმარჯოთ თქვენ ოჯახს გაუმარჯოთ თქვენ შვილებს მადლობა აი 30 წელიო მე ჩემს ორთან 57 წელიო ვცხოვრობ ვაა მაგარია ხო და აი სული კვილით მიჭირავს არაფერი არ ეწყინოს ხალი ჩასავიჭრები პერკაში ზიანო და ბოდიში მაგრამ შენ ეგ ამბავი გაგიჭირდება რა თაიცი რომ ანუ მსახიობია უნდა იტირებს უნდა იცნებს როგორც უნდა ისე იცევა პროფესიონალი და ეგედა შენ ცოტა გაგიჭირდება პოეტი ხარ პირდაპირ ლაბავო ისე ბოდიში თანკახელი იცი რა სიყვარული მსახიობათაც გაქცევს და შეიძლება მელიაც გაქცევს სიყვარული ისეთი რამეა მე და ჩემმა ცოლმა სიყვარული შევითეთ ერთმანეთი რა ამისერებად აი ესეთი კარგები ხართ რომ თქვენც კი არიცით რა ესეთი კარგები დიდი მადლობა თელავში როგორი ტყვიან იგეთი რო ჰა ხო რა იგეთი რო ჰა ეგ კაია ბატონი პაპა უნდა გავაცნოთ საზოგადოებას ბატონი ნოდარი გაიცნო ახლა თქვენ უნდა გაგაცნოთ ბატონ პაპა სახელი ზურა პაპა საიდან პაპა ბავშვი ხო და რა ეს პაპა რა ისტორია ერთი სიმღერა აქ და ჯერ ვიყავი პაპა მერე გავხდი მამა არასდროს დამიზახო უმფროსო ეს არის ჩემი წიგნი დაწერილი ვანოზე საიუბილეოდ მესამე ცოლის ორი ცოლი ყავდა ჩემამდე როს ამბობ ერთო პროდუქტიული ხმათვილი გახდა ბატონო და მე მგონი თქვენც არა გაქვთ ჩემი წიგნი თელაველი ხარ კაცო რა გინდა ვერ გავიგე აქ რა მენიშნულობა შენ მაება შენ აკეთებ მაგას ბიჭო კიშვარდაი ბიჭი არა ვარ მე კაცო და ნოდარია გორაში ხო და შენ მე მინდა რომ თელაველი იყო და რა გინდა მაინც და მაინც გინდა რომ გურჯანელი იყო თელაველი ვარ ხო კი დაგითორე რა გინდა ვერ გავიგე რა ზამთანჯე გულში თელაველი ვარ და გულის გულში გურჯანელი ვარ რა გინდა მალი მომაწოდე ხი ტინა პერიოდში უკვე აი ესე ვიყავით ვიდრე გომბოლის გზას გაგვიხსნიდნენ გაიგე და რა კაი გზა გააკეთეთ ხო და უკვე всё თითქოს დაშორდით შევსის ხორცით მაგრამ გომბოლის გზა რო გაიხსნა მე ბიჭო მე მივხვდით გომბორზე გამახსენდა ეს არ შეიძლებოდა შენი ბრალია ჩემი ბრალი არის ამ სიმღერაში გიზღუდი ვინმე კალბატონიო ორა ლამაზად მღეროდა პატარაო მე სიმღერე უთხარი მიყვარხარო ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობდით მე ისტორია დაო მე სიმღერე უთხარი მიყვარხარო ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობდით მე ისტორია დაო ოიღო ღამე ლამაზი უფრო გრძნობებზე თამაში და ერთხელ სიყვარულზე კამათში დილა გაგვითენდა ხატაში და ერთხელ სიყვარულზე კამათში დილა გათენდა ხატაში ეს იყო ცეცხლთან თამაში თავი მეგონა ზღაპარში და ბოლოს უგზო უკლო წანწალში ჭორებიც გაჩნდა ქალაქში და ბოლოს უგზო უკლო წანწალში ჭორებიც გაჩნდა ქალაქში მე ერთი კალი მხიბლავდა ვინმე კალბატონიო ორა ლამაზად მღეროდა პატარაოს მე სიმღერე უთხარი მიყვარხარო ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდით ხო გითხარი შენ გიზღუდი მე ისტორია დაო რას ამბობენ გურჯანელები გურჯანელები აი ამატყოფეს უკუნალოთ ახტალაზე რა ძმაკაცი მყავ რომელიც ყოველდღე მიდის და უკუნალოთ ახტალაზე ხო და ვეტყვი ხოლმე აბაშილე შენ
გურჯანის ტალახი შევლის მეთქითორე რა გეშველებოდა ახლა ხორცახები ტალახი უნდა ვნახოთ მარიშკა არა ჩემო კარგო ნუ დამღუპავ ედება ვიმკურნალო არა ჩემო კარგო იგივე შეწოვა იცი შეიძლება დაგჭირ მოდი არ გინდა რა გაანებე თავი არ ჩავიდე გურჯაანში არა ჩადი მაგრამ ტალახი ჯოწები რა გეხოცები მშვიდობისა დიმისტრისთან სახში მოვედით იმასა ჩანკალზე დიახ ჩემი სახლი არა პაპასია მაგრამ პაპას სახლია წამო გამარჯობა გამარდედე რამდენი ხალხია გამარჯობა ნინუცა ძალსას ხო ეს ოჯახი გამარჯობა ნინუცა გამარჯობა აბა სახელები გვარები ასაკი ანა ბაჩიაშვილი სოფო კირვაი და დიმიტრის დედა ვარ. დედა, დამეგონა. არა, მართლა მე ვარ და. დახარ თქვენ. ესენის დაძმები. დათო. 4 შვილი ყავთ, რაც დავთვალე. მე 4 შვილი მყავს. თქვენი შვილია დიმიტრი. ძალიან საყვარელია. მოკლედ, ჩვენი ამბავი როგორაა, ჩამოვედით კახეთში და შემოგვიწვიმდა. არავინ არ გველაპარაკებოდა. და უკვე როგორ ვიყავით, იცი რომ წრეებს ვარ ტყავდით ქალაქს, იმედი არ მქონდა, მაგრამ მე ჩემ თავში ვეუბნებოდი რომ არა უშავს ნინუცა, გამოჩნდება რაღაცა კარგი საინტერესო ავთენტური ნამდვილად გამოჩნდება რაღაცა, მე რა რო არავინ ქუჩაში არ გელაპარაკებოდა, შენ დიდი გათვლება გვაქვს. არ ვიცი, არავინ არ დაგუწვიმდა, სიო და ქარი. მერე ხო და ამ დროს ქუჩიდან რაღაც ძალამის სახლი ვნახეთ და ფოტოებს ვუღებთ და ხედავ ხურჭუხს ფას სახე ვერ და დავინახე და ნინუცა კაი გოგრა მომაძახე ნინუცა ვიყარხარ და დაიქრინჯა ეს ჩემი პაპა ამდენი ხარ მადლობა რომ შემოგვიშით სახში 25-ნი ვართ ჩემი და გელას ოჯახი არის 25 კაცისგან შემდგარი აქ არ ცხოვრობთ ყველა მაგრამ აი ესაა ჩვენი ოჯახი ბიჭო თვლამი თეთა რამდენი ხარ აი ღმერთწყვარები ხართ ჩემ თვალი არ გეცემათ კარგი გული თქვაქ ნათქვამი 15 შვილი და თავისი რამდენი წელია თქვენ და გელა ხართ ერთად 44 45 ხდება ეხა დეტალურად გავარკვევთ გაცნობის ისტორიებს პაპამ კაცრია ბაბუმ კაცრია? ბაბუ არა, პაპა არ უყვარს ბაბუს რომ ეძახიან. ეგ ხო, ეგ ვიცით. დიმიტრი, მოყევებია ბაბუას შესახებ. მოსაყოლი არის ძალიან ბევრი. დავიწყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვახსენდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ადამიანების გარშე არ შემიძლია არაფერი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაზე მეტი რამე თუ მაქვს ნასწავლი, მაქვს პაპასგან და ჩემთვის არის პირველი ადამიანი, ვისაც მინდა რომ მიუბაძო და ესე ვთქვათ, სამაგალითო პიროვნება. რატომ მეტირება ყოველთვის? ეს ოღონდ მართლა ეს. გული მიჩუყდება. ჩემი შვილიც არის მამაჩემის გაზრდილი პრაქტიკულად და მამაჩემი გარდაიცვალა. ბავშვობაში მე თვითონ ვერ ხვდებოდი იმას რამ ხელა გავლენა გქონდა. რო გაიზარდა და გახდა 13-ის ახლა 14-ის, მამაჩემი არის, მისი მანერა, მისი საქციელი, მისი ჭკუა, მისი სიდინჯე და რაღაცას მივხვდი, მე მგონი ბებია გაზრდილი, პაპა და ბებია როზდიან შვილიშვილს და დიდი ამაგი აქვს, ის ბავშვები კიდევ უკეთესები გამოდიან. დიახ. ჩვენ კიდევ გვაქვს საფულში ბანაკი. რა ბანაკი? თქვა. მე შვილიშვილები. შვილიშვილების 20 კაციანი დელეგაცია. არა, 15 ეხლა შეიძლება მოგვაკლდნენ ეს საბარებს მეორედ საბარებს ანანო სტუდენტია, მაგრამ მაგას მიყავს ხოლმე სპექტაკლებს თავს რაღაც გასართობის აღონიზიებების საღამოს 15 ბავშვი, ანუ 4 ხო გაზარდეთ თქვენი. მე რანაირია ეს 15 ბავშვი შემოგესევათ ზაფხულობით. ხო, ხო? კი, სოფელში ყავს. ვანთა არის ჩვენი სოფელი. გელას. ხო. სოფელი და იქ ყავს ხოლმე 15 ბავშვი. სად გაიცანით ერთმანეთი? პაპა მოხდა. თუ იცი.
სად გაიწა? ვიცი. ჩვენ თქვენ დიახ. თქვენ აბა ახალგაზრდები რა მოსახლეობები. ფელოში. ანუ მე დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის მშენებლობის ფაკულტეტი და მექანიკური ქარხნის საამქროს უფროსად მუშაობდა. ხო, ეგ დიდი თანამდებობა იყო. ჩემთან ერთად მუშაობდა ჩემი შემდეგ ქვისლი უკვე რა. ანუ თამრიკოს დისკმარი. დისკმარი. ერთხელაც სამსახურის მერე გადავწყვიტეთ ბიჭებმა შუამთაში რესტორანში მივდიოდით. ზევსი მთხოვა რომ მოდიო ჩემი მანქანა გამაჩერებინეო სახშიო და შენ გამოყვება. გაიმეთქი რა უთხრა. რომ მივედით საერთო ბინაში ცხოვრობდა რა. ზევსი ერთად ჩემს სიცეს დისკმარი. ხო და ამან მანქანა გააჩერა. მეც მივედი, უკან მივყე, ბიჭები მისხედან მანქანაში და რომ მივედი, ვიღაც ახალგაზრდა გოგო კალიესკით ბავს აგორავებს რა. ხო და ზევსი ცოტა ხანი მოდიოდა და გადავედი და გამაცნო ჩემი ცოლის დაო მითხრა. ეს მაშინ უნივერსიტეტში სწავლობდა ფსიქოლოგიას. ხო იცი ბედისწერა რა. ხო. აი ეს პირველი დანახვა იყო და მივხვდი რომ ეს იქნებოდა ჩემი ცოლი რა. აი პირველივე შეხედვაზე მივხვდი რა. სახაზეთ გეტყობათ ეხა ისე გეღიმებათ ის რა გახსენდებათ ის რაც დაინახეთ. ის კადრი. მე ესე წავიდა ეს ამის დაბადების დღე მოდიოდა 1-2 კვირაში იქ თბილისში ჩავაკითხეთ არაგვში იყო ამის დაბადების დღე. აი ეს ძალიან სწრაფად რა ეს სამ თვეში მოხდა ეს ამბავი. ყოდრო როცა ჩემი სიტყვა სჭირდა როგორც ვიტყოდი ყველა ისე იქცეოდა ხო და ეხლა 45 წელმა რა მოგვიტანა იცი? აბა. აი აქამდე სულ მე ვიყავი მართალი რა ხო და ეხლა სულ დედაა მართალი რა და ამ ჩემ შვილებს უსო ვერ შეკითხოს რა. ხო არ შეიძლება რომ ყოველთვის დედა იყოს მართალი. ერთი დღე არ არსებობს რომ მამაა მართალი და ხო შეიძლება რომ შვილებმა დედას უთხრან რომ დედა დღეს შენ არა ხარ მართალი დღეს მამაა. წაგაშველებთ არგუმენტს. გაფუჭებული საათიც კი ორჯერ მართალია დღის განმავლობაში. ხო მაგრამ აი ერთხელ მაინც ხო შეიძლება რომ შვილებმა უთხრან რომ დედა შენ გაჩუნდე დღეს მამაა მართალი და ეს თუთი აღარ ადგება რა. აქაური ყოფა როგორია? აი ერთი ნორმალური დღე რა ხდება? გათენდა? რა არის იცი? ასაკში ვარ. აი საქმე არა მაგდა რა უნდა ვაკეთო. მე მაინც მგონია რომ ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. როგორ შეიძლება საქმე არა გქონდეს? თუ არა გაქვს უნდა გამოიჩინო ხო? უნდა გამოიჩინო და ეხლა იმის თქმა რომ მე ვიცი ადამიანები რომლებიც დილის 10 საათზე ვთქვათ გავლენ ბიძაზე, საღამომდე სხედან, მერე წავლენ სახში ჭამენ, დაწვებიან დაიძენ და მაგრამ თელავი ძირითადში მშრომელი ხალხია რა. აი სულ ცდილობენ იმოძრავონ და სიცოცხლეს და ჭეშმარიტებას მაინც მოძრაობაშია რა. ერთი 12 მეგობარი ვართ, რომელიც ყოველ შაბათს ვიკრიბებით. სადაც ესე 4-ის ნახევარზე 4 საათზე ვსხდებით. 8-9 საათამდე უსხედვართ სუფრას. ვაჯამებთ კვირის განვლილ მოვლენებს. გუშინ უნდა ჩამოსულიყავით ესე იგი რა. დაჯამებთ. გუშინ ვიყავით. კი. გუშინ ვისხედით. ვიქეიფეთ. ყოველ შაბათს აგვაქვს ეს შეხედვა. აი რა მაგერით რა. სახელი თქვი. რა? კოდისწყალი ქვია იმ ადგილს, კოდისწყალი ქვია. ერთმა ჩვენი მეგობრის ნაკვეთია და პატარა ერთი ოთახი გააკეთა, ცოტა მოვარემონტეთ რაღაცები და აი ესე მარტო კაცები ვიკრიბებით რა. ჩვენ ვამზადებთ, ჩვენ ვევშლით, ჩვენ რა ყოჩაღები? აუ რა მაგარია. ახალგაზრდებზე რა გვთქვი? ჩვენც განხარებულები ვართ. შაბათობას იწყებს. კი, არა, მეუღლეები, ცოლები. რა არიცი? მე მახსოვს როცა ახალგაზრდა ვიყავი, ეს მეხვეწებოდა ხოლმე. ოღონდ არ სადარ წახვიდეოდა, რამდენი კაციც გინდა მოიყვანეს სახშიო. ხო და მართლა არ ეზარებოდა. გამიშლი და ამილაგებდა. სულ
მის დღემ სტუმარი იყო ამ ბუხარში რა და ой ბუხარი ვაჩვენო ეხლა ასაკი რომ მოდის ეხლა მე რო დავბერდი ესეც ხო დაბერდა ვეღარ აკეთებს ამ გაშლა ალაგებას ეხლა შაბათი რომ მოდის მე ხოცება არ მიდიხარ ამ დღეში მარტო მე ხო არა ვარ ეს ჩემი მეგობრებიც ხო ჩემი ასაკისები არიან და ყველა მაღაზია ვიცინეთ რა რო ჩავდივარ ყველა სული მზად არის რომ ონცადი ონცახში აღარ მოიყვანო და სადი სადაც გინდა იქიებე რამდენი ღვინოც გინდა დალია ჩაიღეთქე მუცელი არა ეგ არა იშვიათად რომ ესეთ ლამაზ ოჯახს შეხვდე და თქვენი გადმოსახედიდან ბევრი დათმობა საჭირო აი რა არის საჭირო და რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ მარტო საკუთარ თავზე არ უნდა იფიქროთ და საერთოდ ახალგაზრდობაში გოგონებს აქვთ მოჩვენებები საინტერესოა თქვენ დააკვირდით ერთ რამეს ეს თაობები აი ბოლო 20 წლეული 30 სიყვარული გაქრა მე მახსოვს როცა დიმიტრის ტოლი ვიყავი როგორ შეიძლებოდა კლასში ბიჭ შეყვარებული არ აყოლოდა გოგონას ვიღაცის მიმართ სიმპათიები არ აქვს სოფელში აი 2-3 სოფელში ახლო მახლო სუზეპირად ვიცოდით ვის ვინ უყვარდა ვის ვინ მოსონდა და გოგონას არჩევანი ჰქონდა იმიტომ რომ 3-4 ბიჭს მოსონდა და მართლა მეცოდებიან ახალგაზრდები რატო იცი ბიჭო გოგონებს გათხოვება უნდათ ბიჭებს დაქორწილება უნდათ მაგრამ ჩვენ ქვეყანაში დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი ახალგაზრდათა შორის სიყვარული აი გაქრა აღარ არსებობს ხალხი თელ სოფელში ჩემ მეგობრებთანაც ხანს უფრაზე ვარ კითხულობ რამდენი შეყვარებული წვილია სოფელში თელოში რამდენი შეყვარებული წვილი აი თითებზე ჩამოთვლი ჩვენ ახლა დროებით დაგემშვიდობებით და თვალს რო გაახელთ უკვე გაიღვიძებთ გურჯაანში დიდი მადლობა ამ ოჯახს დიმიტრი ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზი ხარ მე მოგიტყვი ასაკი, სახელი, გვარი. ნამეტანი დაბალი ხარ ნინო. ხურში მითხარ და გავიგეთ. საბა ჯობინაშვილი. საიდან ხარ? გურჯაანიდან თქვენ. გურჯაანიდან. გურჯაანელი ხარ. ზან რამდენი წლის ხარ? 6-ის. 6-ის. ბიჭო, რა გავხარ 15 წლის კაცს? პირველ კლასელი ხარ? კი. ყველას ერევი? თელავი თუ გურჯაანი? პირდაპირ ამ კითხვას ვთქვით. პასუხი იქნება? გურჯაანი. აი ეგრე, აბა მითხარი რატო გურჯაანი? იმიტომ რომ გურჯაანი მიყვარს ან. რალი ყავა გაისაკები. აი, ნუმრად არის თელავიდან ჩამოსული. არა, თბილისიდან ჩამოვედი. გამარჯობა. ჯერ ვიყავით თელავში და ვარკვევთ გურჯაანი თუ თელავი, მაგრამ ჯერ თქვენი სახელები უნდა გავარკვიოთ. კივი ნასყიდი ჩიკაანიდან. მამუკა გიგონიშვილი, მაყურციფირა. რა ანგარიშია? 1-0-ია ჩემს სასარგებლო. 1-0. კაი ბედი ვიცი მე. თოშ კაი ნარდიც ვიცი მე. ითამაშოთ? კი? დავაი. ითამაშებ? არა ბიჭოს. გავაგორო? ჯერ დააწყდა, მერე გააგორე რაც. აბა როგორი ნარდი თამაში ზანაგიწვიანე. მე ხა შელოცვას უკეთებ ამას. უიმე? კამალთელო არ მიღალატო, გამახარე, ბარაკა. აი, შევლოცე თუ არა? დააგორე. ეხლა კუთხარი აუხსენ მდგომარეობა. წაგებული კოკა-კოლას აკისრულო. ოკეი. კიდევ ფიქრობდით, მაგრამ კოკა-კოლა იყოს. რაღაცა კი არიციან, მე აქ მარტო არ უნდა დამტო. ის არაც გინდა? დაკარგეთ. მოდი, ხა ჩვენ მოვიტყუოთ, გავიდე. მოდი მოვიტყუოთ.
ეგე? რასაკე? ვიტყუები. ხედავე. მე რა რომ ხო? ნიკა, დამეხმარე რა ნარდის თამაში არ ვიცი დამეხმარე. იყავი შენ. საიდან მოვიცდი? დავძანდი. მომიყევით, აბა თელავის და გურჯაანის დაპირისპირების ამბავი საიდან იწყება? თელაველები კურდღელს გამოეკიდნენ, გაიგე? აგე საკურა რო არის. იქო მივიდა, გაიგე, გაჩერდა. აღარ გამორბის. რატო არ გამორბიხარო? აბა იქით გურჯაანს ხო არ გადავალო, რაც გინდა მომკალი თუ გურჯაანში ვერ გადავალო, გაიგე? ეშინიათ? ეშინიათ, ხო. რატო ეშინიათ? იმიტომ შიშარები არის. ეთანხმები? კი. გავაღვე. აბა თქვენ გაგორების დრო არის. გავაგზავნოთ თან. თელაველი ჩამოვიდა გურჯაანში, გაიგე? ორბორში ჩავარდა. ვაიმე მიშველეთო იძახს. ხო. მივიდა გურჯაანელი და ეხლავე წავალ კიდეს მოვიტანო და ამოგიყვანა. ხოლო სანამ მოვალო, იხტუნავებო, გაიგე? ეგ ვიცი, ოღონდ ეგ აქვს თელაველებს მოყოლილი გურჯაანელებზე. არა? ეგრე არისო? იგი ეს ყოფია მზე. აქ თელაველი ჩავარდა, გაწოდა რა. მაგარი მოთამაშია. რა უკრა წაშო. როგორ მოუქვა არ ვიცი. ვოკალი. რა მოკლა? როგორ მოკლა? გაიხარე. კიდევ ხوار გავაგორო. რა უცილები. კიდევ სადე. აი შეში გადმოდი. შეში გადმოდი. ჯერ არ კლავ? წავიდე? ეგ შეში. წავიდე აქ. ხო. და მერე წავიდე? აი ეგ რო ვიცოდე შაში. ხო, აი ეგ მოვედი. გავაგორო? კი, ერთხელ შეიძლება. წაგებულის თავანის ჩაბარება. აბა რა, სიტყვის ხალხი ვარ. ჩვენ თავანს მოვიტანეთ. აბატონო. არა, ხუმრებით. არა. ჩვენი არხის სახელით. ეს ხო ჩვენი ის არის. დიდი არხი გვა. ბევრი გამომწერე, იცრემდენ გამოგწერები ყავს. არა, სადგომ ამდენი კოკაკოლა სამაკაცმო რო დავლეთ, ხო დავიხოცეთ. ჩვენ სახელზე დაარიგეთ, აგერ დავტოვებთ ჩვენთან. ერთი ცალი ხო შეიძლება, ერთი რო აიღოთ. ერთი. მეც ახლა გამიგეთ რა. წავაგე. და გამოდის რომ თავანი ვაშკაცურად ვერ ჩავაბარე და არ მინდა რა. აუ, წამო თონის პური ვიყიდოთ, პარკში გავისეირნოთ და მე წავედით საქმეს დაუბრუნდეთ, ჰა? თონის პური სად ვიპოყოვნოთ? აუ რა კაი ხალხია. მარტი ვერ მოიგე, გურჯაანელებთან წააგე. კაი ახლა. ვითომ მაგებინებდნენ, 7 ჯერ ვაგორებდი და ისა რომ კიდე 5 კაცი მკარნახობდა ეს. ზემოდან მოიტყუე? ზემოდან მოვიტყუე, ზემოდან 5 და არა ვინ არის, აი როგორ ვითავხედე და მაინც ქალის როგორი პატივისცემა აქვს, კაცი შულმა არ შეიმჩნია. ძალიან კარგები არის. მეკობრებო, გურჯაანი თუ თელავი? გურჯაანი. მოდით ჩემთან. რატო გურჯაანი? იმიტომ რომ გურჯაანში მუშაობ და გურჯაანში ვცხოვრობ. სად მუშაობ გურჯაანში? ცხოლი ხარ? არა. მაგარი იქნებოდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოგვეხმაურა, ჩაგვეწერა და დაგვეხმარა იმაში, რომ გავკეთებინა ეს ვლოგი. როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი დაპირისპირება თელაველებს და გურჯაანებს შორის არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მითი და კარგი ხუმრობა. როდესაც ჩვენ ავაწყეთ ხუმრობა და იმედია, არავის არ ეწყინება, ყველაფერი ჩაფიქრებული იყო, ლაღი, სიყვარული ხუმრობა. გაიხარე შენ. გამოიწერეთ ნინუცას არხი. ესა ხო აია. ნინუცას არხი გამოიწერეთ სანამ დამწვარა.